ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულოს ნება ღვთისა და ყოველთვის ერთი ფეხი უკან უნდა ედგას, რომ იქნებ ჯერ კიდე არ არის საკმარისი, იქნებ კიდე რაღაც მაკლია სულის გადარჩენისათვის. არასოდეს საკუთარ თავს არ უნდა ენდობოდეს. აი დავუშვათ, ზოგჯერ არის, რომ ადამიანი ამათი მცოდვაში ვარდება, დავუშვათ მრისხანების მცოდვა, აქ ვიღაცა სიძუნწის, ვიღაცა შეიძლება თამბაქოს ეწევა და ერთხელ დაანება თავი და იტყვის, რომ აი მორჩა, მე უკვე დავანებე თავი და ეს საშიშროება აღარ მიდგას. აი როცა უკვე დაიმედებულია, რომ ეს მორჩა ჩემ ცხოვრებაში აღარ მოხდება და საკუთარი თავის იმედი აქვს, რომ მე ეს გადავლახე, ზუსტად იქ არის ჩასაფრებული ის საცდური, ეშმაკი წყლისფერი. მაგრამ იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს არ ენდობა და ღვთის იმედზეა, ეს ნიშნავს, რომ ის დაცულია. იმიტომაც წმინდა მამები ჩვენ გვირჩევენ და გვეუბნებიან, რომ კუბოს კარამდე საკუთარ თავს არ ენდო. იმიტომ რომ დავით მეფსალმუნე ამბობს, ყოველი კაცი ცრუ არსო. არავინ არ არის ბოლომდე სანდო და ანუ რას ამბობ? განაის კი არა ვიღაცა ყველას ეჭვის თვალით უყურებს. პირველ რიგში საკუთარ თავს. მე რომ ამ საცდურის წინაშე დავდგე ისევ, გაუძლებ? ვერ გაუძლებ უნდა. ამიტომ მე ჩემი თავის იმედზე კი არა, ღვთის იმედზე უნდა ვიყო. და თუ ადამიანი ღვთის იმედზე იქნება, როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე, იყავ ნუფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. ანუ იყოს შენი წყალობა ჩვენზე იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შენი იმედი. და თუ კაცი მხოლოდ თავის იმედზეა, მაშინ ღვთის მადლი და წყალობა აღებულია მისგან და აღარ შეეწება. მაგრამ თუ ღვთის იმედზეა და საკუთარ თავს არ ენდობა, ღვთის მადლი მას ყველაფრისაგან დაიცავს და ისიც თავდაბალი დარჩება, რადგან ეცოდინება, რომ ის გამარჯვება სულიერი მისი მონაპოვარი კი არ არის, არამედ წყალობა არის ღვთისა. ერთმა წყალობა არ მოგაკლოთ და დალოცვილი და გახარებულები გავხუროთ.